როგორც იქნა კარგი ამინდია მეგობრებო, მაისია, ლამის შუა მაისი მოვიდეს და დღეს რომ გამოვედით და ესეთი მზიანი ცხელი ამინდი რომ იყო, გვიყვერდა, როგორ ცხელაო და აღარ არის დრო. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, მე ვარ მარო, თქვენ ხართ ახლა ჩემს YouTube არხზე, ჩემს ავტოვლოგს უყურებთ და პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის რომ აქ ხართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და თუ არ გაქვთ ძალიან გამახარებ და დიდ მადლობას გეტყვით თუ ახლა დაკლიკავთ და გამოიწერთ, იმიტომ რომ თქვენთვის ერთი მარტივი მოძრაობა, ჩემთვის კი ძალიან დიდი სტიმული, ფაქტობრივად ის რისთვისაც ვაკეთებ ამ ყველაფერს და რისთვისაც ვიღწვი და ვიბრძვი. ჩვენ დღევანდელი ვიდეო იქნება იმ მანქანაზე, რომელიც ჯერ არ გვყოლი არასდროს. ეს არის Tesla, რომელიც ყველას ძალიან გიყვართ. ყველას რა, ძალიან დიდ ნაწილს ძალიან გიყვართ. ელექტრომობილებში უპირობო ლიდერია ჩემი აზრით და ჯერჯერობით არ გვყოლია ჩვენ არხზე Tesla, ამიტომ დღეს გვექნება Tesla-ს მიმოხილვა, განხილვა, დათვალიერება, გაცნობა და ყველაფერი. სანამ მანქანის გაცნობაზე გადავალ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა წარვადგინოთ ის კომპანიები, რომლებიც გარეშეც არაფერი არ იქნებოდა ამ არხზე. ესენი არიან ჩემი პირველი გენერალური ყველაზე მთავარი სპონსორი კომპანია Trust Import, რომლის საშუალებითაც ამერიკიდან და კანადიდანაც შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ უკარგესი ავტომობილი ძალიან მაგარი ტარიფით. ეს ძალიან ბევრ ვიდეოში მაქვს ნახე და კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ Trust Import-ს რა ტარიფიც აქვს ტრანსპორტირებაზე, ეს არის ძალიან იშვიათი. შეიძლება სულ რამდენიმე კომპანიაში ნახოთ, უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რამდენად თანხმედრაშია კომპანიის მომსახურება მის CIF-სთან. და აქ შეგიძლიათ მიიღოთ ძალიან მაღალი ხარისხის სანდო მომსახურება საუკეთესო ფასად. ჩვენი მეორე სპონსორი არის კომპანია SOCAR Georgia Petroleum, რომელიც ამ ვიდეოშიც რა თქმა უნდა გაათამაშებს 50 ლიტრს საწვავს. მართალი ელექტროავტომობილი ყავს, მაგრამ თქვენ ხომ იცით რომ, ვინც არ იცით, გეტყვით რომ SOCAR-მა ელექტროსადგურიც კი გააკეთა ბელიაშვილზე მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ თქვენი ელექტროავტომობილით მიხვიდეთ და ზუსტად ისე დატენოთ ავტომობილი, როგორც მაგალითად ჩვეულებრივი ავტომობილის მიხვდეთ შიდაწვის ძრავიანით და ჩაასხამთ საწვავს სხვა სადგურზე. ჩვენი მესამე სპონსორი არის Dunkin-ი. არის Dunkin-ი. იმდენად ყავ აქ Dunkin-ს, რომ შევალ ხოლმე კიოსკზე რო ვათვალიერებ. აღარ ვიცი ხოლმე რომელი გავსინჯო, ამიტომ ყველა ჯერზე ახალ ყავებს ვსინჯავ ხოლმე და ეს არის ცივი ლატე ბოსტონ კრემით. ხო, და ძალიან გემრიელი იყო და გირჩევთ რომ დატესტოთ. და ჩვენი მეოთხე სპონსორი არის კომპანია Little Tree Georgia, რომელიც გვანებირებს ხოლმე და გვამარაგებს სურნელოვანი არომატიზატორებით ჩვენი ავტომობილებისთვის. მოკლედ დავიწყოთ. ეხლა რატო ავარჩიე კონკრეტულად ეს მოდელი და არა მაგალითად სხვა Tesla. მოდელ 3 ერთი ის არის რომ ყველაზე ბიუჯეტური მოდელია Tesla-სი, რაც ყავს ამ დროისთვის. და ყველაზე პოპულარული მოდელიც იყო. 2018 წლიდან 2020 წლამდე იმდენად პოპულარული იყო, რომ ეგეთი პოპულარობა არც ერთ სხვა ელექტროავტომობილს არ ჰქონია, ძალიან ბევრი იყიდებოდა. აი 2021 წლისთვის ესეთი მონაცემი იყო, რომ პირველი მოდელი იყო Model 3, რომელმაც გლობალურ ბაზარზე 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. მაგრამ შემდეგ როდესაც გამოვიდა Model Y, ან Y, როგორც ეძახით, რომელიც არის ზუსტად ამ ბაზაზე აწყობილი SUV, გექნებათ ნანახი ალბათ, დარწმუნებული ვარ. შემდეგ უკვე ჩაანაცვლა იმან და იმის გაყიდვები უფრო გაიზარდა და ამისმა შედარებით იკლო, იმიტომ რომ ვისაც უნდოდა ზუსტად იგივე მონაცემების ავტომობილის შედარებით ცოტა უფრო დიდი, უფრო აი crossover-ში და SUV-ში რო გადის, უკვე ყველა გადავიდა Y-ზე და უფრო იმას ყიდულობენ, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, მაგას მირჩევნია Model X, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ მაინც და მაინც ამ ორშორის უნდა გაკეთდეს არჩევანი, მაინც ალბათ სედანს ავირჩევდი, იმიტომ რომ ჩემთვის შედარებით რაღაც რო გითხრათ, აი უფრო მეტად მოსპორტულო ტიპია ეს სედანის სტილი, ვიდრე ამის SUV ვარიანტი, იმიტომ რომ ის მაგალითად მე დიზაინით საერთოდ არ მომწონს. დიზაინზე რადგან დავიწყეთ საუბარი, მოდი ამ ავტომობილის დიზაინზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. ბევრს ვერ ვიტყვით, ზოგადად Tesla სტილი ყველამ კარგად ვიცით. Model 3 და Model S-იც ვიზუალურად ძალიან არ განსხვავდება, თუმცა ერთი დანახვითაც კარგად მივხვდებით რომელია. არაფერი ზოგადად განსაკუთრებული, საკმაოდ მინიმალისტური, მაგრამ სახასიათო დიზაინი აქვს Tesla-ს აღებული. აი მე რაც მომწონს მაგალითად Tesla-ში არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა მოდელს, რაც აქვს ახლა სამოდელო ხაზში წარმოდგენილი, რომ შეხედავ, აი ეგრევე მივხვდები, რომ Tesla რაღაცნაირი ხასიათი აქვს შენარჩუნებული, რაც მაგალითად შეიძლება სხვა მარკებში ეგრე არ იყოს. სხვა მარკებში შეიძლება სხვადასხვა მოდელები იმდენად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, რომ საერთოდ ინდივიდუალური ავტომობილი იყოს.
ვნახოს, მაგრამ აი აქ რაღაცნაირად აი ფარების მოყვანილობაში, ბოდიკეტში, ყველაფერში იგრძნობა ხოლმე რომ Tesla არის. აი მოდელ 3 და მოდელ S-იც რო აიღოთ, ახლა მოდელ S ბევრად უფრო მაღალი კლასი არის. განსხვავდება ერთმანეთისაგან, ფარები მას უფრო ვიწრო აქვს, ფორმებიც უფრო განიერი და სხვანაირი, მაგრამ საერთო ჯამში რომ შეხედავ, აი ეტყობა რომ ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან. ან დაძმანი ხო, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ერთი ოჯახიდან რომ არიან ეტყობაც და ეგ ძალიან მომწონს. რეალობაშიც ძალიან ბევრჯერ ყავთ ნანახი და კარგად გექნებათ შეფასებული, ანუ ეს რო იყოს ახლა რაღაც ახალი ავტომობილი, კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ, მაგრამ მოდი ახლა ამით არ გადავტვირთოთ ვიდეოს რაოდენ ხანგრძლივობა, უფრო მის სხვა ბენეფიტებზე და სიკეთებზე ვისაუბროთ. მოდი ჩავიხედოთ ახლა საბარგულში, როგორი მოცულობის საბარგული აქვს. ეს თუმე მე მგონი პროსტო უნდა გამეხსნა ხელი აღარ უნდა მიმოყოლებინა თავისით აი ხა და ვაიმე ძალიან დიდი საბარგული აქვს საკრმაოდ ღრმა ნახეთ აქ მე რო ჩავწე კარგად ჩავეტევი აქ აქვს გვერდით დამატების სათავსო სადაც შეგიძლიათ კონტრაბანდა შეინახოთ მაგარია მე როგორც იცი ამას კიდევ აქვს დაბლა აქეთ არ აქვს ერთი მხარეს აქვს და დაბლა აქვს კიდევ აუ რამ სიღრმე სათავსო აქვს შეხედე აუ საბარგულის ნაწილში ეს მანქანა თუ საოჯახოში უნდა გავიყვანოთ მე ვფიქრობ აი ძალიან მაგარია იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბარგის ჩალგება შეგიძლიათ ან თვითონ ამ საბარგულში ხო არის ძალიან დიდი სიღრმე და დიდი მოცულობა დატოვებული აქ კიდევ ერთი ჩემოდანი ჩაეტევა ძალიან მაგარია ანუ ამ მანქანას თუ იყიდით ოჯახისთვის მაშინ იმის პრობლემა ნამდვილად არასოდეს არ გექნებათ რომ ბევრნი წახვიდეთ რამდენიც გინდათ იმდენი ბარგი წაიღოთ კაი ხელს აღარ დავაწვევი აი ესე დავხილოთ აბარა ეხლა სრულიად ელექტროავტომობილს თუ ყველაფერი ელექტრო არ აქვს ისე რა არის მისი ფასი ისე ვიზუალზე ბევრს არაფერს არ ვიტყვი მეთქი მაგრამ იმას მაინც ვიტყვი რომ ძალიან ლამაზია არის ესე რო არის მთლიანი ჭერი რომ მოდის ეს ჭერი არის შუშა ამაში გინდ რომ ჩავჯდებით მაშინ უფრო კარგად გაჩვენებთ ესე რომ მთლიანად მოდის და უერთდება და რაღაცნაირი დახრილი და აპრეხილი უკანა მხარე აქვს ძალიან მომეწონა ეგ წამოდი ახლა ჩავიხედოთ კაპოტში ოღონდ იცი რა მაინტერესებს მე კაპოტი როგორ უნდა ავხადო გარედან იქნებ შიგნიდან ალტერნატივა არ აქვს გარედან ასახტერი კაი მოდი პირდაპირ ეკრანზე დააწვევით კაპოტის ნაწილს open წერია ღილაკს აირჩევთ და გაიღება სადაა ძრავი არ არის აქ დამატებითი საბარგული აქვს ხელახმოს გამოსცემს, ცით რომ ხელახმოს გამოსცემს. მოკლედ, ერთადერთი манипуляция, რაც შეგიძლიათ კაპოტიდან ჩაატაროთ, არის ეგრეთ წოდებულ ჩისტი წელებში, როგორც ამბობენ ხოლმე, ჩაასხათ წყალი. აი აქედან. მეტი არაფერი. აქ გაქვთ კიდევ ერთი დამატებითი სათავსო, სადაც საკმაოდ მოზრდილი ჩანთრა შეგიძლიათ ჩადოთ და წაიღოთ. არა, აი ბარგის ნაწილში უზარმაზარი სივრცე გაქვთ. რა ვიცი, აი ყველაფერი შეგიძლიათ წაიღოთ და ვინმე თქვენი მეგობარი თუ პატარა ავტომობილით მოდის და იქ მსხდომი ადამიანების ბარგის თქვენი წასაღებია, ყველასი ჩაეტევა. აქ ეგრეთ წოდებული აბიუკა არ აქვს. არა სჭირდება ეხლა ამასაც დიზელის ძრავი არ ქონდეს ხმა რო ამოდიოდეს. ფულია დაზოგილი სხვათა შორის. ხო, იმიტომაც არის ყველაზე ბიუჯეტური მოდელი. ეხლა ეს როგორ და ეს რატო არ არის ელექტრო? ჰა? ყველაფერი ელექტრო, ეს რატო არ არის ელექტრო? ვაიმე, ვეღარ დავხურე. ხო, დავხურე. ეგ არის. და მე ხო უკანა სავარძელზე ჩავჯდეთ. წინა სავარძელზე ვიჯექი, მაგრამ უკანა სავარძელი არ ვიცი როგორი არის და ეგეც ნახოთ, რამდენად კომფორტულია უკანა მგზავრისთვის. აი ერთ-ერთი პირველი რაც არ შემიძლია რა აღნიშნო არის ამ მანქანის სავარძლები. აი წინა მხარეს რო გადავალთ იქაც გეტყვით, მაგრამ მანამდე სანამ აქ ვზვართ, აქ გეტყვით რომ ურბილესი სავარძლები აქვს. ესეთი სავარძელი მართლა არც ერთ მანქანაში არ მინახავს. აქ კიდე იმდენად არა, რამდენადაც მძღოლის მხარეს რომ ჩავჯექი, აი მანქანის სავარძელზე კი არ მეგონა თავის სახლში რომ რაღაც დიდი ტყავის სავარძლები აქვს ხოლმე. აი ზუსტად ეგ შეგრძნება მქონდა, იმდენად რბილია და იმდენად დიდი, ძალიან მაგარია. აქ როგორც გითხარით არის მთლიანი შუშა.
სახურავი როგორც hard top-ი არ აქვს ესე ვთქვათ ავტომობილს რა პირდაპირ ეს მთლიანად შუშა და რაღაცნაირად ძალიან კარგი სივრცის შეგრძნებას მიჩენს. თან დაბურულია, ასე ვთქვათ, მზე არ შემოწუხებს მაგალითად როგორც მგზავრს. უბრალოდ ამაში არის ძალიან დიდი უარყოფითი მხარე და რა. აი რო ვისაუბრებთ ახლა ტრანსპორტირების დროს ჩამოყვანა რამდენად ღირს და არ ღირს ტრანსპორტირების დროს საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს რამდენად საღმდგომარეობაში ჩამოგივათ მაგალითად მანქანის სახურავი. რამდენად კარგი სურათებიც არ უნდა გქონდეთ თქვენ პორტიდან გამოგზავნილი როგორ გამოიყურება სახურავი, მაინც შეუძლებელია იმ მიკროდაზიანებების შემჩნევა ფოტოში და როდესაც ჩამოდის უკვე მერე ამჩნევთ და მერე უკვე ვეღარ იგებთ ეს მანამდე ქონდა ტრანსპორტირების დროს დაუზიანდა თუ რა მოხდა. მოკლედ ის იმდენად სათუთი სახურავი აქვს, რომ აუცილებლად ესე პირადად უნდა მიხვიდეთ, დახედოთ და ნახოთ და დაერწმუნდეთ, რომ ნამდვილად არაფერი არ ჭირს და ეგ ცოტა ისეთი არის რა, სარისკოა რა შეიძლება ჩამოგივიდეთ მანქანა და სახურავი ქონდეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ ძალიან ლამაზია და აი სივრცის შეგრძნებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ თქვა ხა ძალიან დიდი სივრცეა, თქვა არც პატარა არ არის, მაგრამ არც ძალიან დიდი სივრცე არ არის, მაგრამ აი ეს რომ აქ ეხა ეს რომ იყოს მთლიანად შავი და მთლიანად სახურავი აი როგორი შეგრძნება იქნება იცი ეს მოგონა აი თავზე მადეოს მეთქი იმიტომ რომ ძალიან პატარა ადგილია დარჩენი მაგრამ გამჭვირვალე რო არის ეხლა მე მაღლა ხედავ ყველაფერს ძალიან დიდი სივრცის შეგრძნებას მიჩენს აი სხვა შორის აი აქ ძალიან დიდი ტერიტორია ნახეთ ანუ ძალიან ბევრი რაღაცის დადება აქაც მანქანა ჩვენი საბარგო მანქანა ანუ იმდენი რაღაცის დადება და ჩატევა შეგიძლიათ რომ აი რავი მართლა ყველაფერს დაიდოთ აი აქ უკან შეგიძლიათ დაალაგოთ რაღაც დამატებითი ისინი თუ გაქვთ და აქ გვაქვს ბარი ხო, ბარიც გვაქვს. ორჭიქის ჩასადებით, ხელის ჩამოსაყრდნობით, ძალიან კომფორტულია. სამი ადამიანი კარგად დაჯდება. ბარს თუ გადმოწევენ ორი, მეფეებივით იმგზავრებენ. სხვა კომფორტი როგორც ისეთი არაფერი არ აქვს. ერთადერთი ორი Type-C პორტი აქვს, სადაც შეგიძლიათ კაბელი ჩაერთოთ და ტელეფონი დატენოთ. Tesla-ი ერთ-ერთი ყველაზე ძალიან რაც მიყვარს და აი ვისურვებდი რომ სხვა ავტომობილებსაც ჰქონდეთ და მე ძალიან ბევრჯერ მინატრია ჩემს ავტომობილზე რომ აი ეგ ფუნქცია ჰქონდეს თქო არის მისი კამერები რომელიც არის ჩამონტაჟებული გარედან და იწერს აბსოლუტურად ყველაფერს. ანუ ქუჩაში მგიყენია მანქანა და ღამე ვიღაცა ბოროტმა ადამიანმა ვანდალურად დაგიზიანოს ავტომობილი ან ვიღაც დაგეჯახოს და გაიქცეს და მე იმის რკვევაში უნდა იყო ვინ იყო და ახლო კამერები არსებობდა თუ არა Tesla-ს აქვს ეს პრობლემა გადაწყვეტილი და გადაჭრილი რაც არის ჩემი აზრით ძალიან დიდი კომფორტი, იმიტომ რომ თუ დაზღვევა არ გაქვს, მაშინ ძალიან დიდ ხარჯებში ხარ გადავარდნილი თუ ვიღაცა არაკეთილს ინდისიერად მოგექცა. ერთი კამერა აქ აქვს, ასევე აქ აქვს და ზოგადად მთლიანად შეგიძლიათ დაინახოთ, ანუ ვინ მიუახლოვდა თქვენს მანქანას, რა გაუკეთა, რა მოხდა და ასე შემდეგ. თუ არ ვწდები, კი ბატონო, კამერა ჩამონტაჟებული ასევე აქაც, ანუ ვიდეო რეგისტრატორი აღარ გჭირდებათ, ყველაფერს ისედაც ხედავთ. შეგიძლიათ ჩაიწეროთ თქვენი მგზავრობა, რა იყო, როგორ იყო და შემდეგ ყველამ კარგად იცით ალბათ ვიდეო რეგისტრატორი რამდენად გადგება, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, იმიტომ რომ ხანდახან მაგ ჩანაწერის გარეშე ჩანს რომ ბრალეულობა თქვენი იყო, მაგრამ შეიძლება რეალურად აღმოჩნდეს რომ თქვენი ბრალეულობა საერთოდ არ იყო და მაგალითად ვიღაცა შემოგახტათ. ეხლა მივოდექით იმ თავარ კითხვას, ზოგადად რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ Tesla-ს ჩამოვიყვანთ ამერიკიდან, სანამ აუქციონზე შევიძენთ და ღირს თუ არა ზოგადად ამერიკაში მისი ყიდვა და ხომარჯობია რომ საქართველოში შევიძენთ უკვე ჩამოყვანილი, რომელსაც ჩვენი თვალით პირადად ვნახავთ. ნუ ერთი უკვე გითხარით, ეს არის პანორამული ჭერი, რომელიც შეიძლება დაზიანებული აღმოჩნდეს, რომლის ფოტოებში გარჩევა საკმაოდ რთულია და ვერ გაიგებთ მე ეს დაზიანებული იყო ტრანსპორტირების დროს დაგიზიანდა თუ როგორ მოხდა და ნუ მაგას გაარკვევთ თუ ვერ გაარკვევთ პრობლემა ერთი რჩება რომ სახურავი დაზიანებულია რომელიც შეიძლება საერთოდ ვეღარ აღადგინოთ იმიტომ რომ მთლიანად შუშა და ნუ ამის შეცვლა ხომ წარმოგიდგენიათ მაგრამ გარდა იმისა როდესაც Tesla-ს იძენთ უნდა შეარჩიოთ რომელ წლიანია როგორი კომპიუტერი აქვს რომელი ელემენტი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა დაზიანება აქვს და მისი ტრანსპორტირება რამდენად უსაფრთხოდ მოხდება და გეტყვით ახლა რას გულისხმობ. როგორც იცით, Tesla-ს ელემენტები განთავსებული არის ძირზე, რომელიც ანტიფრიზის სისტემით გრილდება. ეს ანტიფრიზის მილები, რომელთაც გრილდება, განთავსებული არის უკანა საბურავების უკან.
ხო ხვდებით ახლა საით მივიდივარ, მაგრამ თუ არ ხვდებით გეტყვით. მოკლედ, მანქანა თუ არის წინდან დაჯახებული, ეს საბურავი ხო არის უკან წაღებული და ეს ანტიფრიზის მილებიც არის დეფორმირებული. აქედან ხდება ორი რაღაც. თუ დაზიანება ცოტა ზევიდან მოხდა, ეს ანტიფრიზი ძირს იღვრება და მილები ზიანდება, მაგრამ ძირს იღვრება და ეს პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ცოტა ქვევიდან მოხდა დაზიანება, ამ შემთხვევაში შეიძლება ელემენტებში იყოს გადატანილი ანტიფრიზი, რაც არის აი რამხელა პრობლემა, იცით? ძალიან დიდი. ანუ ჩათვალეთ, რომ შეიძლება საერთოდ შესაძლებელი გახდეს, შეიძლება კიდე ძალიან დიდ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ელემენტები, რაც არის კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული და თქვენ რო რაღაც კონკრეტულ თანხაში მოიგებთ ავტომობილზე დათვლილი გაქვთ, რომ ხა მის ტრანსპორტირება ეს დამიჯდება, ჩამოყვანა, რაღაც ვიზუალური შეკეთება, უზარმაზარი ხარჯი შეიძლება გელოდებოდეთ იქ დაბლა, რომელსაც ეს ფიზიკურად მართლა ვერ დაინახავთ. მეორე გზარითიც შეიძლება ეს ყველაფერი დაზიანდეს, შეიძლება მანქანა საერთოდ არ იყოს წინდან დარტყმული და თქვენ უკვე იმედიანეთ იყოთ, რომ იქ შეხება არ ქონია და ანტიფრიზის მილები დაზიანებული არ არის და შესაბამისად რისკი არ არსებობს, მაგრამ ახლა საყვარელიც უკა. მაგრამ ეგრეთ წოდებული პაგრუშიკი ხა ყველამ კარგად იცის მანქანა როგორ გამოყავთ კონტეინერიდან, ხო? აი ეგეც აზიანებს. ბევრს გექნებათ ალბათ შემთხვევა სამწუხაროდ. შეიძლება ვიღაცებს არ ქონდეთ, მაგრამ გაგებული რომ აი მაგ ეგრეთ წოდებული პაგრუშიკის ან ქართულად დამტვირთველის ჩანგალით ძალიან ბევრი ავტომობილის ქვედა ნაწილია დაზიანებული. ზუსტად წინიდან ეყრება ეგ ჩანგალი და ძალიან დიდი შანსია რომ დაზიანდეს. ოღონდ შეიძლება უკვე დაზიანებული ჩამოგივიდეთ, იმიტომ რომ თქვენ რო გეგზავნებათ ფოტოები იქ უკვე რამდენიმეჯერ არის გადაადგილებული ეს მანქანა, გადადეს, გადმოდეს, ძალიან ბევრჯერ გაუყარეს უკვე ეს ჩანგალი და ამიტომ ფოტოებში საერთოდ შეიძლება არც გამოჩნდეს, ისე იყოს ეს ყველაფერი დაზიანებული და ჩამოიყვანთ მე ამ მანქანას და უნდა გქონდეთ დავა მე იმპორტიორ კომპანიაზე, რომელიც მართლა არაფერი შუაში არ არის, რომ აი ეს იყო დაზიანებული და მოდი ახლა ამინაზღაურე, რასაც რამდენად დაანაზღაუროს, ნუ კომპანიას გააჩნია, მოდი ახლა ესე ვთქვათ, რამდენად დაანაზღაურდება ეს ყველაფერი. თუმცა მე როგორც ვიცი, სულ რომ არსებობდეს იმის დამადასტურებული ფოტოები, რომ საწყობში არ იყო დაზიანებული ეს ქვედა ნაწილი და მერე დაუზიანდა, 99.9%-ის შემთხვევაში ვიცი, რომ თუ რაიმე გამონაკლისი არ არსებობს, რაც მე არ ვიცი და შეიძლება თქვენ იცოდეთ, რომ სადაზღვეო, რომელიც ტრანსპორტირებას აზღვევს, არ აზღვევს ქვედა ნაწილის დაზიანებას და სავალი ნაწილების დაზიანებას. ამიტომ აი აქ დგახართ ძალიან დიდი რისკის ქვეშ, სახურავზე მეტად დიდი რისკი არის ზუსტად ეგ, იმიტომ რომ შეიძლება ავტომობილი ჩამოიყვანოთ და ბატარეები გქონდეთ საყიდელი. ისეთი რაღაც მოხდეს მის ქვეშ, ანუ არ აქვს მნიშვნელობა წინდან დარტყმული არის თუ არ არის დარტყმული, ძალიან მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის დაზიანება უხეში მოპყრობის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი რჩევა, ასე ვთქვათ, იქნებოდა ამ შემთხვევაში ის, რომ ზოგადად ხო არის კარგი ავტომობილი, შენ თვითონ ჩამოიყვანო, ხო? იცი რა დაზიანება აქვს, როგორ მდგომარეობაში ჩამოიყვანე, მე როგორ გააკეთე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად საქართველოში მანქანის ყიდვის რისკი ზუსტად ეგ არის, რომ შენ არ იცი იმ ყოფილმა მფლობელმა რამდენად კეთილსინდისიერად შეაკეთა ის, ანუ როგორ შეაკეთა თავისთვის გააკეთა თუ პირდაპირ გასაყიდად გააკეთა და ცოტა ზერელად არის გაკეთებული. ან მე მქონდა თუ არა ავარიის ისტორია, ამ ყველაფრის გაგება ძალიან რთულია. მაგრამ ეს არის შემთხვევა, როდესაც მართლა ჯობი ადგილზე იყიდო და კარგად შეაფასო ავტომობილი, მისი ელემენტებიც გამოსცადო, ნახო, დაათვალიერო, შეამოწმე და ასე შეიძინო, ვიდრე ჩამოიყვანო და აი ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყო რა. ოღონდ ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეგრეთ დაგემართებოთ, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ აი ეს რისკები წინასწარ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მე რაღაც მოულოდნელი ცუდი სიურპრიზი არ დაგხვდეთ და ცოტა გაუგებრობა არ შეიქმნეს თქვენსა და დილერს შორის, რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან ცუდია. გადმოვინაცვლოთ ახლა წინა სავარძელზე, აი ეს არის, რასაც გიყვებოდით უკანა სავარძელზე რომ ვიჯექით. ხალხო, არ ვიცი როგორ გადმოვცე, მაგრამ მართლა ესეთი კომფორტული სავარძელი, როგორიც ამას აქვს, ძღოლის მხარეს, არ ვიცი ამ გზას, მაგრამ მე მგონი იგივენაირია, არც ერთ ავტომობილში არ ყოფილა. რო ჩავჯექი, მართლა გაოგნებული ვიყავი, რანაირად შეიძლება იყოს აი ამდენად რბილი, აი ხელს რომ დააწობით ბოლომდე ვერც ჩადიხართ სად მთავრდება ეს სირბილე და კარკასი სად იწყება. თან ეს არის 2021 წლიანი ავტომობილი, ანუ უკვე 5 წლის არის ეს ავტომობილი. პატარა არ არის, რო თქვა, რომ აი ახალია და ჯერ არ დამჯდა, რომ 5 წელია მუდმივად ვიღაც ზის ამ სავარძელზე და მაინც არ დამჯდა. ამიტომ ამაში ნამდვილად 5-იანი, ანათიანი, რომელი ბალიანი სისტემითაც შევაფასებთ, რამდენი ბალიანითაც Tesla-ს, რომ მართლა ძალიან კარგია და აი ამაში მართლა
სიამოვნებით ვზივარ რა, აი აქ რა ვიცი, რამ უნდა დამღალოს, არ ვიცი. არნერი მასაჟი და ის არ დაგჭირდება, იმდენად სირბილეში ზიხარ. ეხლა ვთქვათ სალონზე და ინტერიერზე. ეხლა Tesla ყველამ კარგად იცით, რამდენად მინიმალისტურია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის გადატანილი ციფრულად. ყველაფერი არის ამ ერთ ეკრანში, რომლის გარკვევასაც ალბათ ადამიანი მოანდომებს, არ ვიცი, ძალიან ბევრს. ეხლა მე რო აქ მენიუ გავხსენდ რო ჩავჯექი, ანუ თავბრუ დამეხვა იმდენი განყოფილება აქვს და იმდენად ბევრი რაღაც არსებობს, რომ მეთქი აი ხას რო ჩემ მანქანა იყოს, ალბათ რამდენიმე დღე. აი მე როგორი კრასანაა შემოსული. წადი. აუ წადი. მაქსი. აუ. ხო. გამოდ. მოკვდა? ვაი მე სად წავიდო? მე მგონი დაგაჭდა. ანუ ამ ეკრანის გარკვევაში ალბათ დამჭირდება მთელი ცხოვრება, რაც მე და ეს მანქანა ერთად ვიქნევით. ისე ალბათ უწყვეტ რეჟიმში უნდა ჩაუჯდე და მთელი 24 საათი მის ამოხსნაში უნდა იყოს სად რა არის, როგორ არის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ერთი ის რომ ყველაფერი აქედან იმართება და მე Tesla-ს რამდენი ფუნქცია აქვს, ეს ხო თქვენ ძალიან კარგად იცით. დიზაინს დანარჩენს რაც შეეხება, მე მომწონს. ლამაზია, ეს წინა ეგრეთ წოდებული ტორპედოც ძალიან ლამაზია. აქ აქვს უზარმაზარი ადგილი. მე მაგალითად ამ მანქანასთან ამ მოდელთან შეხება მაქვს პირველად, აქამდე Tesla Model S მაქვს მარტო ნანახი, ჩემ ძმას ყავს და წინ აქვს იმდენად დიდი ადგილი, რომ ანუ ცალკე სათავსოა. ხო გეუბნები, ცარიელი სათავსოა ეს მანქანა. იმდენი სათავსო, იმდენი რაღაცის დალაგება შეგიძლიათ, რომ აი რა ვიცი, ცოტა ისეთი ადამიანისთვის რა, ყველაფერს მიყრა-მოყრა რა უყვარს და ყველაფერს მანქანაში ჩაყარა. მაგალითად მე იდეალური ავტომობილია თავისი ტევადობიდან გამომდინარე. წინ აქვს იმხელა ადგილი მოდელ ეს რომ აი იქ ცალკე რაღაცებს ვალაგებთ ხოლმე, ეს უცბად რო გინდა ხელი მოინაცვლო და ეგ ძალიან მაგარია. აქ აქვს ტელეფონის დასადები აშკარად. აი ესე ჩამოდებთ. wireless charger-ი არ აქვს. მაგრამ ის არის რა, კომფორტულია, ანუ შენკენ არის დახრილი, ესე არ დევს, პირდაპირ ესე დევს. თუ რაღაცა манипуляციის ჩატარებას მარტივად შეგიძლიათ, თუ რა თქმა უნდა ეს არა გაქვს, მაგრამ აქ აქვს. და აქ არის სათავსო, სადაც რა ხდება? კიდე სად უნდა ვიპოვოთ? თორა კაი სასმელებია. საკმაოდ ღრმა სათავსოა, სადაც შეგიძლიათ რომ აი ხედავთ, კონტრაბანდა აქაც შეინახოთ და აქ აქვს ხელის ბარი, რომელიც საკმაოდ ღრმა არის, ესე შედის და ცოტა შიგნითაც შედის. ძალიან მაგარია. ამ მანქანის მოქნილობით და კომფორტულობით ამ ნაწილში რომ ძალიან ბევრი რაღაც შენახო შეგვიძლია, ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი ადგილია, სადაც რაღაცის შენახვა შეგიძლია, მაგრამ მე მგონი ის არ აქვს. არა, უნდა კონდეს, იმიტომ რომ მე მაქვს ერთ ვიდეოში ნანახი, რომ ხელთათმანების ყუთის გასახსნელი იყო. და ეხლა უნდა ვიპოვოთ ეგ, მოდი, ეხლა ჩელენჯია მაგას რომ ვიპოვით. 2 hours later. ანუ კაი, სანამ მაგას ვიპოვით, ნახოთ რამდენი რაღაც. ეს არის მთავარი მენიუ. აქედან შეგიძლიათ აი ნახოთ ეს ყველაფერი, ნახოთ რა მართოთ ეს ყველაფერი. მე აქეთ რო გადადიხართ, აქ აქვთ თამაშები. ანუ რას ნიშნავს, ახლა მე ვითამაშებ? ვარღად. არ არსებო. კაი, მოდი აბა. და მოიცადე, ჩემის მე გამოვიყენო. ხო არ ღადავს, რა მაგარი რაღაცა. ცოტა ისე ვერ ვზომავ. თავბრუ მეხვევა. ეს სხვა შორის ჩემ მეგობარს ჰქონდა ეს სკამი იყო რა, რომელსაც ხდებოდა და ფორმულა სკამი იყო და ფორმულა 1-ის მანქანას ატარებდი და ანუ აქ ეკრანი რომ მოძრაობს და შენ რო არ მოძრაობ, მაგ დროს ეს გემართება. ეს მანქანა მინდა. ანუ მე მართლა არ ვიცი, აქამდე ინფორმაციის დონეზეც არ მქონდა ეს რომ თურმე ანუ Tesla-ში ესეთი თამაშებია, რომელშიც ესე ჩართო პირდაპირ ეგრე თამაშობ და თან შენს საჭეს იყენებ. ან ჩვეულებრივი სათამაშოა ეს მანქანა რა, აი მართლა
ჯერ ის ხო აჩქარება აქვს ძალიან კარგი. ეგ გამოცდილი მაქვს ჩემი ძმის ესი რო ვატარე. მე რომ ცხოვრებაში არასდროს არ მინდება რომ მანქანას მივაჭირო და წავიდე, ყოველთვის ძალიან ჭკვიანად დავდივარ ხოლმე. იმ მანქანაზე რომ დავჯექი, ეშმაკი ჩამისახლდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმიტომ რომ იმდენად მაგარი გამოცდილება და შეგრძნება იყო, რომ მე როგორც კი ოდნავ მივაწვებოდი გაზის პედალს, ეგრევე მანქანა წყდებოდა ადგილიდან და თან რაღაცა აი ეს შეგრძნებთ, ესე მეგონა თვითმფრინავში ვიჯექი, რომ აი ეს მთელი ინერცია გულზე მაწვებოდა და ძალიან დიდ სიჩქარეს ვგრძნობდი, რომ მაშინ მივხვდი, რომ მე თურმე მყوارებია ჩქარა სიარული და ჩემი ძმა საიდანღაც მომყავდა და მთელი გზა აი ეგეთ რაღაცები ვაკეთებ, ბოლოს მე გეხვეწები და ცოტა ხანი გაჩერდი და წყნარად იარეო. აუ ძალიან მაგარია, ნახეთ რამდენი თამაშები აქვს. ეს კარტი გახსოვთ? პენტიუმებში რო იყო ხოლმე. და აქ როგორ იყო? მე მგონი ესე. ხო, პენტიუმებში რო იყო ხოლმე და ინტერნეტი როდესაც არ გქონდა, ამით ვირთოვდით თავს. ჩვეულებრივ, იცი რა, სმარტფონი ყავს. რომელიც ბორბლებზე, ეს არის iPhone-ი ბორბლებზე, რომელიც თან შეგიძლია გადაადგილების საშუალებად გამოიყენო. თან შენი ის გაქვს, რა ქვია, თამაშები გაქვს და აი დამატებითი სკამი და საჭიში თალყი შეძენა რო არ გჭირდება რა, აქ შეგიძლია ჩართო და სადღაც რო ხარ და ელოდები ვიღაცას, მაგრად გაირთო თავი და მაგრად გაიყვანო დრო. ძალიან მომეწონა. ნახეთ, რამდენიერი იდეებია წარმოდგენილი, რა უნდა რა შეგიძლია ვრაპი გადააკრა ფირი. პირდაპირ იდეებს გაძლევს. ეს რა არის? აქაც ალბათ ფერს გარჩევინებს და თუ რაღაცა რო გადაწყვეტა როგორი ფერის ტესლა მოგწონს. თუ გინდათ რომ თქვენი მეგობარი გაპრანკოთ. ეხლა ნახეთ, შედიხართ აი ამ მენიუში. აი აქ. ხედავთ? აი აქ. Emission აირჩევთ და ნახეთ გადაწყვეტ რომელი მეგობრის გაპრანკვა გინდათ. აქედან აირჩევთ რა შემთხვევაში მოხდეს ეს. მაგალითად, მაშინ როდესაც სკამზე დაჯდება. თან შეგიძლიათ ხასიათიც კი აარჩიოთ, რამდენად ისეთი გინდათ ხანგრძლივი გინდათ ეს ყველაფერი იყოს. მოკლე, გრძელი, უფრო მახიანი, ნებისმიერი ხვერტა, თან მოსაწყენიო, რა ქვია, ეს მოსაწყენი ფართი ქვია ამას. Rainbow mode აქვს, ალბათ ღამე რომ ვივლი წინ LGBT ფერები იქნება, ოღონდ რატო უნდა მინდოდეს ეგ არ ვიცი. ეს არის გარეთ რო ისმოდეს მანქანის მუსიკა, ანუ მარტო შეგიძლია კი არა, გარეთაც. წამოვა ვნახოთ. ანუ თუ სადმე გარეთ ხართ ესე მეგობრების შეკრებაა და გინდათ რომ მუსიკა ჩართოთ და გაართოთ ხალხი, გარეთაც აქვს დინამიკი და შეგიძლიათ გარედან გაუშვათ მუსიკა ნებისმიერი. ой, მე ღმერთო. იმენა გასართობი მანქანაა. ეს ეხლა ნახეთ რა არის. ხედავთ აქ რომანტიკას აირჩევთ. აი აქ get cozy. თუ თქვენს მეორე ნახევართან ერთად რაღაცნაირი მყუდრო რომანტიკული გარემო გინდათ და სადმე ხეზე გაჩერდა და თან ყოცონი იყოს დანთებული, აი მაგის საშუალებაც კი გაქვთ. თუმცა მრავალფუნქციური აღარ ქვია ამ მანქანას, რაც ამას აქვს. Sketched. Sketch-ი აქ შეგვიძლია რა დავხატოთ. ვაუ, როგორი რაღაც დაუწერიათ. გამოიწერეთ მაროს არხი, დაასაბსკრაიბეთ, თუ არ გიგ დაასაბსკრაიბებული და ეხლა სანამ დაასაბსკრაიბეთ, მე დავიძრები და წავიდეთ და დანარჩენზე უკვე მოძრაობაში ვისაუბროთ და ნახოთ როგორია მართვაში. ერთი მაგარი მოუდი გამომრჩა, ეხლა ეგეც უნდა გაჩვენოთ სანამ დავიძრებით, იმედია უკვე არხი გამოიწერეთ. აქ აქვს სანტას მოუდი, ახალ წლის პერიოდში ძალიან გაგართობთ ეს ყველაფერი. აქ ხომ აირჩევთ და ამას არა. აი, ამას დავუძებ. დავუძებ თქვენი ტესლა მარხილად გადაიქცევა და რო წახვალთ. აქ ჩანს როგორ იცით? ამ შუა ზაფხულში, კი არა და ზაფხულის დასაწყისში, ახალწლის განწყობა მაგარია. ვიცი როგორ ჩანს, მიდიხართ და თქვენ მარხილით და ირმებით მიდიხართ თითქოს გზაზე ეგრე ჩანს. წავედით ახლა და მარხილით დავიძრათ. დაჯექი მიშა. ეხა ეკრანზე ჩანს. მე მივდივარ ჩემი მარხილით.
შეგმული მყავს ირმები. მანქანა თუ შემხვდება, მანქანას ირმება და ღიგვაუნს. და ადამიანები თუ შემხვდება, ელფებად ღმერთო რა საყვარლობა. Out of all the rangers, you know you're the mastermind. ძალიან მაგარი გასართობი მანქანა. ანუ არ ვიცი ხა დროთა განმავლობაში ხო იცი ყველაფერმა მოუფეზრება, იცის და ცოტა ხანში ალბათ ყველში ამოგივა მისი ფუნქციებიც, აღარც ამისი თამაშები, გენდომება და აღარც ამისი ჯინგლ ბელსი, მაგრამ ძალიან მაგარია რა, ძალიან მაგარი გასართობია. გარდა იმისა, რომ გადაადგილების საშუალებაა, რომლითაც ეკონომიურად დადიღარ, მაგითი გართობაც შეგიძლია. თამაშები მომეწონა განსაკუთრებულად და თან ზუსტად ის თამაში, სადაც ჩემივე საჭით ვატარებ მანქანას. ანუ ეგ არის იდეალური დროის გასაყვანე. სადღაც რომ ხარ და ვიღაცას ელოდები, ეგრე უნდა გაიყვანო დრო. საერთოდ ვერ იგრძნობ იმ ადამიანის დაგვიანებას. ეხლა უნდა გავაკეთოთ რა იცით? ის ყველაზე გავრცელებული ტესტი უნდა ჩავატაროთ. აი როგორ ეხა ტესლაში ჩამჯდარიყავი, ამის ტესტრები გადავიღო და მაგ ტესტის გაკეთება არ მეცა და ხო გამორიცხულია. მოკლედ ეხლა ვართ სასაფლაოზე და აი ეს უნდა დავტესტოთ სადღაც ეხა საფლავებს შორის გავაჩერებ და აი აქ ადამიანები თუ გამოივლიან. და ერთად ვნახოთ რამდენად მართალია ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ინტერნეტში საკმაოდ ვირუსულია ეგ ყველაფერი და ეხლა ერთად გამოვდით. აი იქით შევიდეთ სადმე, სადაც ბევრი საფლავები აქეთ იქით. ისე გამოგეცე იქნებოდა. უფრო ექსტრემალური. კაი, აი აქ ვაჩერებ. მიში, გადაიდენიება ეკრანთან. გინდა მანქანა რომ მოგვადი აქ დავინახე. ანუ ტყუილი ყოფილა, ხალხო არაფერს არ გამოუვლია. გადავიჯერო აქედან არავინ არ დადის. სული არავის სული არ დადის. ბავშვობაში მქონდა ერთი ჰობი ხალხო. ძალიან უცნაურ რაღაცას ვიტყვი ახლა, მაგრამ თან არც გამოვლიცხოვ, მარტო მე მაქვს ეს წარსული. საფლავზე რომ მივდიოდით ხოლმე, ჩემი ჰობი იყო საფლავებში სეირნობა. და თვალიერება ვინ იყო დაკრძალული, ვინ წლების გამოთვლა, ვინ რამდენი წლის გარდაიცვალა. განსაკუთრებულად გიჟდებოდი იმაზე თუ ამ საფლავის ქვაზე ქვევით წაწერებული იყო, ვისგან იყო ეს საფლავის ქვენა ჩუქარი, ნახსახსოვარი, თუ რამე ისტორია იყო მიწერილი ხო საერთოდ და აი აღდგომას საფლავზე გავდიოდით ხოლმე, ჩემი საქმე იყო ეგ, დავდიოდი საფლავებს შორის. სოფელში თან ხოლმე ერთი და იგივე ადგილას გავდიოდით, მაგრამ იქ მქონდა ეს გადამეორება მქონდა ხოლმე. თქვენ ხო იცით ყველა კომენტარი რომ მომგებიანია ხო და ესეც დაწერეთ კომენტარებში, რომ ვის გჭირდათ იგივე უცნაურობა ბავშვობაში. ხო, ნებისმიერ კომენტარში შეგიძლიათ დაწეროთ და 50 ლიტრის აწვევის მოგება შეგეძლებათ. ეხლა წავიდეთ. კიდე ერთი ტესტი უნდა ჩავატარო, ოღონდ ეს ტესტი სხვა რაღაცის ემსახურება და სხვას ეძღვნება. ამას ხო აქ ძალიან კარგია ჩქარება. და პლუს მაგას ესე იმას გიშვება რა. ძალიან გაძლევს რეაქციას. ჩემი მეგობარი მაგაზე ხდება ცუდად, ანუ ჩემ მანქანას ოდნავ რო ესვშვები ხოლმე, ანუ ეგ ცუდად ვარო გაჩერდი და ეხლა მაგ მეგობარს უნდა გავუარო. არ იცით რა მანქანი თუ არ გამოგივლი მეთქი და ჩამოდით თქო სადღაც უნდა წავიდეთ მეთქი და ეხლა ჩავისვა და ეგეთი დავმართოთ. როგორი მზეა. ვაიმე. ვაუ, აქ ნახე, ეხლა შემთხვევით ჩამოვწიე და ნახე როგორი ის არის მოხვეული და ნახე ვაუ ნახე რა ძერსკაც ჩამოდის ეს ხედავ მიშა აქედან ნახე ესე და ეს რომ გადმოწამეს რომ მოხსნი თავის ავტომატურად ირთვება მაგარია წეგან არ მithქვამს სალონში ჩავსხედით ჩვენ რომ მანქანაზე მაჩვენებელთა დაფა არ არის აი აქ რაც სხვათა შორის არ მithქვამს იმიტომ რომ საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე როდესაც მივდიოდი ავტომობილით ახლა ეგრე არ დავკვირვები ვარ მაგრამ მიყვარს რატომ ეგრევე არ მომხვდა თვალში რომ წინ არაფერი ეკრანი არ მაქვს სიჩქარე მაინტერესებდა რამდენით მივდიოდი და მე დავინახე რომ აი აქ კუთხეში არის მითითებული რამდენით მივდივარ და ფაქტობრივად ამ ერთ ეკრანზეა მთლიანად გამოტანილი მაგრამ ძალიან გამიკვირდა რომ ამ ყველაფერს მივხვდი საკმაოდ გვიან და დისკომფორტი არ შევქმნი იმიტომ რომ ხო არის უფრო როგორც მომხომე რა ორგანულად რო გაქვს რაღაცები უკვე გამჯდარი რომ აი მაგალითად სიჩქარებში უნდა გადაერთო ბერკეტით რაც აქ რა თქმა უნდა არ არის აქ შიფტერი და ეგ არის აი აქ განთავსებული როგორც მერსედესებში
რატომ არ მოხდა თვალში, რომ აქ არ მქონდა მაჩვენებელთა დაბა, ძალიან უცნაურია. მაგრამ არ გაქვს ერთი დიდი ეკრანი გაქვს, სადაც უყურებ აბსოლუტურად ყველაფერს. გაყოფილი არის ორად, ერთ მხარეს აქ ძალიან მეცინება აქ ის რო არა. მანქანებს რო გიჩვენებს, იმიტომ რომ ვიცი, ალბათ ეს იმისთვის არის, რომ მე თუ ეკრანზე ვუყურებ რაღაცის არჩევა თუ მინდა, აქ ვხედავდე წინ რაიმე წინაღობა მაქვს თუ არა სადმე ადამიანი გადმოდის თუ არა, რომ გონება არ გამეფანტოს და აქაც კონცენტრირებული ვიყო თუ აი ვერ მივხვდი, მაგრამ მოკლედ აქ გამოტანილია ყველაფერი, რა მანქანა დგას, საით სატვირთოა, მსუბუქია, რამდენი ადამიანი მიდის, აქ კარგად ვერ დათვალა, 3 მიდიან და 2-ს მიჩვენებს, იქიდან 3 მოდის და 1-ს მიჩვენებს, მაგრამ გზაზე თუ ადამიანი გადადის ამ შემდეგ, აქ ყველაფერს გიჩვენებს ეკრანზე გამოტანილს და არ ვიცი ეგ რატო გადაწყვიტა ილონამ, მაგრამ ნუ ოკეი, ზედმეტი ინფორმაცია ნამდვილად არ გვაწყენს არც თავს აგვატკიებს, კარგი, რაც უფრო მეტად შეგვეძლება რომ კონცენტრირებული ვიყოთ უსაფრთხოებაზე და კარგად სიარულზე, ყოველგვარი შეცდომების გარეშე, მით უფრო მეტი საშუალება გვექნება რომ თავიდან ავირიდოთ ყველაფერი ცუდი. ეხლა ეს მანქანა როგორი მოცემულობის არის და ზოგადად აი ამ ავტომობილში, ამ მოდელში რა სურათი გვაქვს. ეს ავტომობილი გამოდის ორნაირი, ერთი არის უკანა წამყვანი და ერთი არის 4x4-ზე. ანუ სრულად ამძრავი. უკანა წამყვანი არის შედარებით უფრო, როგორ ვთქვა, უფრო მარტივი ავტომობილია იმ თვალსაზრისით, რომ აი უფრო პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. 4x4-ზე, რომელიც არის სრულად ამძრავი, ის არის გაცილებით უფრო სწრაფი და უფრო ძლიერი. იმიტომ რომ უფრო ისეთი ელემენტი უყენია, რომელიც უფრო მეტ სიმძლავრეს გვაძლევს. ისე რა მაგარი აკუსტიკა დაკვირვებული ხარ? წეგან ხმამაღლა რომ დავილაპარაკე რაღაც. ისე გაისმა რომ აი ესე მეგონა იმაში პატარა მიკროფონში ვსაუბრობდი და ის იყო რომ მთელ მანქანაში გადაიცემა ხოლმე ხა ერთ ძალიან დიდ მანქანაში მაქვს ეგ ნანახი Hyundai Palisade იყო ეგეთი. აქ მიკროფონს ვრთავდი და უკან მესამე რიგში კარგად რო გაეგოთ მთელ მანქანაში დინამიკში ისმოდა ჩემი ხმა. ხო, ეხლა რაზე მინდა რომ ვისაუბრო. ეს მანქანა როგორი მოცემულობით არის, ზოგადად როგორები გამოდის და რას გვთავაზობს. ეს მანქანა არის ორნაირი, ერთი არის უკანა წამყვანი და ერთი არის სრულად ამძრავი. სრული ამძრავი არის უფრო როგორ ვთქვა, ძლიერი, უფრო პერფორმანსისთვის არის განკუთვნილი, აი თუ თქვენ სწრაფად გინდათ სიარული და ცოტა უფრო მეტი სიმძლავრე გქონდეს ავტომობილს, ამისათვის უნდა შეიძინოთ სრულად ამძრავი. ელემენტებს რაც შეეხება, ელემენტები არის ორნაირი 2021 წლიდან, ეს ავტომობილი 2021 წლიანი გახლავთ, ერთი არის LFP და მეორე არის NCA. LFP არის უფრო როგორ ვთქვა, უფრო გამძლეა, უფრო პრაქტიკული. NCA არის უფრო ძლიერი და უფრო ესეთი პერფორმანსზე გათვლილი რა და აი უკანა წამყვანებში არის ძირითადად ხომ LFP და გააჩნია თქვენ რისთვის გინდათ ავტომობილი. თქვენ თუ გინდათ ყოველდღიური მოხმარებისთვის ავტომობილი, რომ ყოველდღე უნდა იაროთ, დიდი ხნით უნდა გყავდეთ და გჭირდებათ რომ ავტომობილს და მის ელემენტს ჰქონდეს დიდი რესურსი, მაშინ გჭირდებათ LFP ელემენტი. მაგრამ თქვენ თუ უნდა გყავდეთ ეს ავტომობილი რაღაცა sidecar-ად, ანუ ხანდახან გამოიყვანოთ ხოლმე, ავიცი, სიჩქარით დატკბეთ, რომელიც საკმაოდ კარგი აქვს პერფორმანსით, თუ რა ვიცი, რა გზიაპირებთ გამოთვლას, მაშინ NCA ელემენტი არის გაცილებით უფრო უკეთესი. კომპიუტერიც ვახსენე, მე მანქანას რო არჩევ, Tesla-ს რო არჩევ, რას უყურებ ხო, რომელი წლიანია, რომელი მოდელია, როგორი კომპიუტერი აქვს, როგორი ელემენტი აქვს და ასე შემდეგ. კომპიუტერებში არის ესეთი სხვა 2021 წლიდან, ესეც დააპდეითეს, ადრე ჰქონდათ Intel-ი და ეხლა უკვე აქვს Ryzen-ი. Ryzen-ში უკვე აპდეითი ის იყო, რომ უფრო სწრაფად რეაგირებს ავტომობილი, ეკრანიც უფრო სწრაფია, უფრო კარგად იტვირთება. შესაბამისად, თუ კი რაიმე ხარვეზი ჰქონდა მანამდე Tesla Model 3-ს, რომ ცოტა რაღაცას აგვიანებდა, რაღაც ცოტა გვიან აზროვნებდა, ეს ყველაფერიც შეიცვალა 2021 წლიდან და გაცილებით უფრო უკეთესი დააპდეითებული გამოდის და ნუ ეხლა უფრო ახალ წლებში ხო წარმოგიდგენიათ, ღამის შემდეგ კიდევ 5 სხვადასხვა მოდელი გამოვიდა და გაცილებით უფრო უკეთესი მონაცემები ექნება ეხლა ამ ავტომობილს. რაც შეეხება ახლა კომფორტს.
ხმის თვალსაზრისით. გარედან შემომავალი ხმა მაგალითად საერთოდ არ მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა საკმაოდ მოძრავ გზაზე დავდივართ, სადაც ძალიან ბევრი ავტომობილი დადის და ზოგი გაძაობს, მაგრამ თვითონ ავტომობილის ხმამ ცოტა ძალიან შემაწუხა. ეხლა ეს რო ყოფილიყო ძრავი, ზღვილი, ხო არ შემაწუხებდა, ეხლა ეგეც მე ცოტა სუბიექტური ვარ, მაგრამ ანუ რაღაც ძალიან აქ მაგნიტია, ხო, ესე მიწოლა და შესმა არ უნდა პირდაპირ მაგნიტით ედება და ემაგრება. ძალიან არა, აი როგორ თქვა, ძალიან უცნაური, არაბუნებრივი ხმები აქვს. აი ხო იცით ის გადაობა რო არის, როდესაც გეგონაო რომ შენი დრო მოვიდა და გამოგეცხადნენო, მაგრამ თურმე ელექტრომანქანა ჩერდებაო შენს გვერდითო, მართლა ეგეთი აი რაღაცა არაორგანული ხმა აქვს, რომელიც ვერ ხვდები რატომ აქვს და ძალიან შემაწუხებელია რა. განსაკუთრებით თუ ფანჯარა მოქვს ჩამოწეული და გარედან მისმის ნელამიდიურ, რაც უფრო ნელამიდიურ, უფრო მაგრად ისმის ეს ხმა. აი ეხლაც სხვა შემთხვევაში გარედან სხვა ავტომობილების ხმაური მაგისტრალზე თუ გახვალთ, დიდად არ შეგაწუხებთ. კომფორტს რაც შეეხება, ახლა ძალიან გადასარევი ამორტიზაცია არ აქვს, თუმცა არც რა თქმა უნდა ისეთი, როგორიც შეიძლება ჰქონდეს Fiat Abarth, როგორც ჰქონდა წინა ვიდეოში, ალბათ იხილეთ, ან Mini Coopers. მოკლედ, საშუალოა რა თავის ბიუჯეტიდან გამომდინარე, რაც აქვს მანქანას და რა კლასიც არის, შესაბამისია ეს ყველაფერი. ბიუჯეტს რაც შეეხება, ეხლა რა დაგიჯდება დაახლოებით ამ ავტომობილის შეძენა. ჩამოყვანის შემთხვევაში დაახლოებით ალბათ 10-12 თუ რა თქმა უნდა იმ რისკებს თავიდან აიცილებთ და აქ ცდებათ რა რისკებზეც მე თქვენ ამ ვიდეოში გესაუბრეთ, იმიტომ რომ ეგ რისკები თუ ვერ აიცილეთ, უბრალოდ ვერც აიცილეთ რა, მაგას მართლა ვერ განსაზღვროთ წინასწარ, იმდენად ბედზე ხართ დამოკიდებული. თუ არ აქცდათ ეგ რისკები, შეიძლება დაგიჯდეთ გაცილებით ძვირი. აქ ადგილზე დაახლოებით ალბათ სადღაც 15-ის ფარგლებში დაგიჯდებათ ეს ავტომობილი, მაგრამ იცით რა, გააჩნია ხა თქვენ რა გინდათ 15-ად კი სხვა ბევრ ავტომობილს შეიძენთ, ძრავიანს, შიდაწვის ძრავიანს, მაგრამ აი ამ მანქანის ყოლა არის როგორი რაღაც, იცით, აი მე სიმართლე გითხრათ, ჩემს მას კი ყავს Tesla, მაგრამ მის მანქანასთან ფაქტობრივად შეხება არ მქონია თუ გვერდზე მჯდარ ვარ რაღაცა მოკლეხნით, ან ერთხელ მყავს ნატარები, იმიტომ რომ რა ვიცი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეგრე გამოვიდა. აი ესე დეტალურად მენახა იმ მანქანას სად რა აქვს, როგორ აქვს და ასე შემდეგ. არასდროს არ ყოფილა ეგ შემთხვევა და შესაბამისად ესე კარგად არ ვიცნობდი, როგორც მაგალითად მე დღეს გავიცანი ეს ავტომობილი და აი ძალიან კარგი სათამაშოა რა. ვისთვის ეხა რაღაცა smartphone-ია ბორბლებზე, ვისთვის კარგი კომფორტული გადაადგილების საშუალება. ჩემ თვალში ეს მანქანა არის ის, რითიც ყოველდღიურად აციული და თან საკმაოდ ეკონომიურად, იმიტომ რომ ელექტროა და ერთხელ რო დატანი ალბათ არ ვიცი რა უნდა დაგიჯდეს ამის ერთი დატენვა და თვეში საერთოდ რა უნდა დაგიჯდეს ამისი ელექტროენერგია. კარგად აციული, უფასო პარკინგი გექნება, რაც ყველაზე მთავარი ელექტროავტომობილებს უფასო პარკინგი აქვთ და თუ იპოვეთ ოღონდ რა თქმა უნდა, თუ იპოვეთ, გაგიმართლებთ ის ზონალურზე თანხის გადახდა არ მოგიწევთ. პლუს მაგას ტექნოლოგიებით არის გაძიძგილი და ვინც აი ცოტა უფრო ეს ტექ ტიპია, იმას ძალიან მოეწონება ეს ყველაფერი. მაგრამ თქვენ თუ მოყვარული ხართ ძრავის ხმას, უფრო კლასიკურ ავტომობილს და ასე შემდეგ, აი ძველი სკოლა თუ უფრო გიყვართ, მაგ შემთხვევაში თქვენ რა თქმა უნდა დიდად არ მოგეწონებათ. მაგრამ მე ვფიქრობ, აი მხოლოდ ეს ავტომობილი რომ მყავდეს, ცოტა ცუდია და დისკომფორტია და რატო? ეხლა ამას ხო თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ გაუთვალისწინებელ მოგზაურობას ვერ დაგეგმავ. ეხლა მაგალითად რომ მიდიხარ სადღაც, აი დასავლეთში მიდიხარ ბათუმში მაგალითად და გზიდან გინდა გადაუხვიო სადღაც სოფელში შეიარო, სადაც შენი მეგობარია, ან ვიღაც უნდა წამოიყვანო, ვიღაც უნდა დატოვო. ანუ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმო და ანუ ძალიან ზუსტად უნდა განსაზღვრო, რომ მე ეხლა აი ამ ელემენტით რამდენიც აქვს, სადამდე შემიძლია წავიდე გზაში, უნდა დავიმატო და ასე შემდეგ. ანუ სადღაც გაუთვალისწინებელ შემთხვევაში თუ აღმოჩნდი იმის ფუფუნება არ გაქვს, რომ ეხლა აი ვიპოვი ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურს, როგორც სხვა ავტომობილების შემთხვევაშია და შევაგდებ მანქანას და დავტენი.
ეგ არის ძალიან დიდი დისკომფორტი. აი, ჩემთვის მაგალითად მარტო ეს ავტომობილი რომ ყავდეს, ალბათ არ იქნებოდა მთლად სასიამოვნო, იმიტომ რომ სადღაც ეგეთ ადგილას რომ მინდა წასვლა, ვერ ვიქნები იმის იმედზე, რომ ეხლა მე ამით წავალ და რაღაც კომფორტულად ვივი რა და არ მექნება იმაზე ვაფიქრალი, ვაიმე, სადმე ელემენტი არ დამიჯდეს. მაგრამ აი მეორე ავტომობილად არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ეხლა მე სიამოვნებით მეყოლებოდა მაგალითად ეს რა მე შეიძლება ძრავიანი ავტომობილი. ამით ვივიდი ყოველდღიურად და კომფორტი იქნებოდა. ძალიან იაფად ვიმგზავრებდი და მით უმეტეს თბილისში, სადაც მენდობოდა, იქ დავაპარკინგებდი, ზედმეტი დამატებითი გადასახადების გარეშე. აი, ამაზე ვგიჟდები ამ ავტომობილში, რომ როგორც კი ოდნავ გაზის პედალს მეტყვი, ანუ არც კი ფიქრობს ეგრევე ეგრევე იმას როგორ ქვია, ეგრევე რეაქცია აქვს და თან თელისი სწრაფით მიდის. აი ძალიან მაგარია. ხო ვამბობდი, ანუ მე აქამდე მეგონა რომ ესეთი რაღაცები არ მიყვარდა და თურმე მიყვარდა, ოღონდ არასწორ მანქანაზე ჩეკი. ძალიან კაია. რისი თქვა დამოვიწყდა კიდევ წეღან მე რომ გითხარით ელემენტზე. რომელი ელემენტი როგორია და ჩამოყვანის დროს რა რისკები გაქვთ? ჩამოყვანის დროს კიდე გაქვთ ესეთი რისკი, რომ მაგალითად თქვენ არიცით როგორ იყენებდა ამ ავტომობილს მისი ამერიკელი პატრონი. ეხლა ეგრე ვერც იმას გაიგებთ საქართველოში როგორ იყენებდა და რას აკეთებდა, მაგრამ საქართველოში მისი გამოცდის საშუალება მაინც გაქვთ, რომ რა ვიცი, გაიგოთ ერთი სრული დამოხდოთ, რამდენს გაივლის ის მანქანა, რომელიც შეძენასაც აპირებთ. აი გააჩნია როგორ ტენი და თურმე არ შეიძლება სწრაფ დამტენზე დატენვა. თქვენც როცა გეყოლებათ, ან თუ ყავთ, რეკომენდაცია არის ესეთი, რომ სწრაფ დამტენზე არ უნდა დატენო. და ყოველ დატენვაზე უნდა აიყვანო 80%-მდეო. აი ეს რამდენად სწორია. ამას ესე თავდადებით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ხო იცით, iPhone-ზეც რომ არსებობს ეგ, რომ 0-დან 80%-მდე უნდა, არა, 20%-დან 80%-მდე უნდა დატენო მხოლოდ. 100% არ უნდა აიყვანო და ამაზე არის ხოლმე ყოველთვის რაღაცა ისეთი შუაზე გაყოფილი აზრებია რა. ერთი ესე ფიქრობს, მეორე ისე ფიქრობს და მე მგონი ესე დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ მართლა ეგრეა საჭირო, მაგრამ ამაზეც მაქვს მოსმენილი ზუსტად ანალოგიური, რომ უნდა დატენო 80%-მდე და თვეში დაახლოებით 5 დატენვაში ერთხელ უნდა აიყვანო 100%-ზე. ესეთი რაღაცები კი ძალიან მხლის რა. აი iPhone-ზეც ესე არ დატენო და სანამ არ დაიტენება ბოლომდე არ გამოაერთო ეს ის და ანუ ხარ რაღაცნაირად იმ გაჯეტის მონა, შენ კი არ იყენებ იმას და კი არ ხმარო პირიქით ის გიყენებს შენ და გატრიალებს თავის ჭკუაზე. მე ვფიქრობ უნდა მოიხმარო რაც გინდა, როგორც გინდა ბოლომდე და აი დისკომფორტი არ უნდა შეიქმნა მაგით, მაგრამ მეორე მხარეს ის არის რომ მოფრთხილება გინდა იმ შენი ქონების და გინდა რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ქონდეს რესურსი და ხანგრძლივ სიცოცხლის უნარიანი იყოს და ეს არის. აი ასეთ მომენტში ნამდვილად ღრუბლიანი ამბიტი მირჩევნია მომჭრა თვალებზე. უკანა წამყვანი მე როგორც ვნახე, გადის დაახლოებით 550 კილომეტრამდე როგორც წერია და სრული ამძრავი რომელიც არის დაახლოებით 100 კილომეტრით მეტს. მაგრამ ზოგადად ხო იცით რომ ყოველდღიურ მოხმარებაში შედეგი სხვანაირია ხოლმე. მე გააჩნია ზამთარია, ზაფხულია თუ რა არის. ისე ამის ერთ-ერთი მინუსი რაც არის ასევე ის რომ ზამთარში მისი რესურსი იკლებს, ანუ იმაზე ნაკლებს გაგატარებთ, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში გაივლიდით თბილ ამინდში. მე არის მუდამ პრობლემა თქვენ სახლთან თუ გაქვთ გარაჟი, მაგალითად მაგის ფუფუნება თუ გაქვთ, სადაც დენის წყარო გაქვთ, ყოველ საღამოს შეერთებთ და დატენით მაგალითად ეგ კარგია და მან დიდი დისკომფორტს თქვენ ვერ იგრძნობთ, მაგრამ თუ ეხლა მაგალითად არ გაქვთ გარაჟი და სახლის კორპუსის ძირში რაღაცნაირად უნდა დატენოთ ხოლმე, ეს არის ძალიან დიდი დისკომფორტი. ეხლა მაგალითად ჩემი ძმა ძალიან იტანჯება მაგითი და ფიქრობს უკვე რომ ჩვეულებრივ შიდაწვის ძრავიან ავტომობილზე გადავა, იმიტომ რომ ზამთარში განსაკუთრებულად უჭირდა. მეოთხე სართულიდან ჰქონდა ჩამოშვებული დამაგრძელებელი და ასე ტენიდა ავტომობილს. ეხლა თუ მე-9 სართულზე ცხოვრობ, ხო წარმოგიდგენიათ, ანუ რა ვიცი, ეხლა მე მაგალითად მე-9 სართულზე ვცხოვრობ და მე რომ მყავდეს ელექტროავტომობილი, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა. ვერსად ვერ დავტენი ფიზიკურად. ეს არის მინუსი და თან ზამთარში როგორც გითხარით, უფრო ხშირ-ხშირად უნდა დატენო და ხშირ-ხშირად გექნებათ ეს პრობლემა. ამ მანქანის პატრონმა გითხრა, რომ დაახლოებით 400 კილომეტრამდე გავდივარო ერთი სრული დამუხტვითო. საუბრობთ მიზეზი ის არის, რომ უკვე 5 წლის არის ავტომობილი და გარკვეული ცვეთა განიცადა მისმა ელემენტებმა და მთლად ახლა 550 კილომეტრამდე ვეღარ ქაჩავს. ესეც ძალიან ბუნებრივია. მე ძალიან მაინტერესებს წლები რომ გავა, აი დაახლოებით 10 წლის გახდა.
ხდება ეს ავტომობილი და უკვე ისე არის გაცვეთილი ელემენტები, ანუ ამორტიზირებული, რომ ძალიან ცოტას გადის. აი მე რა უნდა ქნა? ალბათ უნდა გამოცვალო ელემენტი, ხო ასეა. რომელიც არც ისე იაფია. მაგრამ ეგ ყველაფერი ალბათ იმით დაგიკომპენსირდება, რომ შენ რო არც ეთი გაქვს საცვლელი და არც ის ძირითადი манипуляციები არ გაქვს ჩასატარებელი, რაც შიდაწვის ძრავიან ავტომობილს ჭირდება ხოლმე, მან რასაც ზოგავ, მე იქ იხდი მაგ ყველაფერს. შეიძლება მაგდენი არც დაგიჭდეს. ეხლა მოვაკითხეთ ჩემ პანიკიურ დაქალს და ვნახოთ მაგისი რეაქცია როგორ იქნება ელექტროავტომობილში. Hello! ჯერ ვამიხსნათ და შვებით რას ვაკეთებთ? არა უშავს. ელექტროავტომობილში მიშარ ხარ აქამდე? არა. კაი, მაშინ არაფერს არ ვაკეთებ. თუ უბრალოდ მინდა ელექტროავტომობილი გამოგაცდევინო. მე შენ ვიცი როგორ გიყვარს სიჩქარე, ექსტრემალი გოგო ხარ. და იმას უნდა ვქნე რა ქვია. შენი გულწრფელი ემოციები უნდა ვაჩვენო მაყურებელს როგორია ელექტროავტომობილში. იმიტომ რომ ამას აქვს ჯერ წყნარად წავიდეთ. ძალიან ჩაჭირა. შეიკარი ყვედი? არა კაცო რა უნდა ჩავაჭირო ისე. მარიამ შეხო გიყვარს აი გეხოთ აი ეს ვის უნდა უყარდეს? აი ხა მე რამდენჯერ და გული. მანქანა ისე კრებს სიჩქარეს და ისე მიდის, აი ვერც იგებ ვაფშე. არა ცხელა. კაი გეღოცები აღარ მინდა. პანიკა მიწყება. მიშა ხო კარგად ზიხარ მოჭიდე. ბა მარიამ არ მოემზადო? პარკი გამზადებული კა. მე რო ეს მანქანა მყავდეს. მადლობა მერჩ ვარ ყავს. მიშა მეუბნებოდა ეს მანქანა ყავს არც ერთი დაქალი აღარ ჩაგიჯდებოდა. აი დაწყობული მე რა ვიყავ მანქანაში. რატო ხარ თუ ცუდად ატარებო? ეხლა თუ ექსტრემალურად ატარებ. ხანდახან ესენი რო ვიცი ხოლმე, ხო? როცა ტელეფონში ხარ ჩამძრა. ესენი რო ვიცი ხო? ესე ატარებ ხოლმე. აი აღარ. მარიამ შენი შეფასება როგორია? საზღვრებო. ან კაია, აი ძალიან კაია. მე აი დღეს ვიდეოში ვამბობდი რა, მე რომ მეგონა მეთქი რომ ეს სიჩქარე არ მიყვარდა, იმიტომ რომ მე ხوارაზოს არ დავდივარ ჩქარა რა, ესე ჩავაჭიროთ რა. მაგრამ აი ტესლაზე მივხვდი რომ მე არ უნდა მყავდეს ეს მანქანა, იმიტომ რომ აი სულ ეს მინდა. აი სულ ამის მოთხოვნილება. ეს იყო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. მე ძალიან მოხიბლული დამტოვა ტესლას უფრო ახლოდან გაცნობა. არ ველოდი სიმართლე გითხრათ, ესე ძალიან თუ მომეწონებოდა. მანამდე ცოტა ისე ვიყავი განწყობილი რა. ანუ არც ჰეითერი ვიყავი მისი, არც დიდი გულშემატკივარი. ამ ჩემი ინტერესის ობიექტი დიდად არ იყო ხოლმე. არც რაღაც საინტერესოდ არ მეჩვენებოდა დიდად მისი გადაღება, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი უკვე ძალიან გადაღეჭილი თემაა, მეთქი და ყველა კარგად იცნობს თქო, მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ ისეთი კარგი ავტომობილი აღმოჩნდა, კარგი სათამაშოა, როგორც ვთქვი. მეორე ავტომობილი ძალიან დიდი სიმონით ვიყოლიებდი, რომელთაც გავერთობოდა. იმართლა გავერთობოდი სათამაშო, გინდა ითამაშე, გინდა ჩააჭირე, რაღაცა შენი სპორტული ჟინი მოიკალე, ყველაფერთვის ძალიან კარგი ვარიანტია, ეკონომიურია. და რა ვიცი, თბილისისთვის, ქალაქისთვის, აი ქალაქში რომ გადაადგილდა, მაგისთვის არის არაჩვეულებრივი არჩევანი, მე ვფიქრობ. აი ქალაქგარეთ როგორც გითხარით, ცოტა დისკომფორტი იქნება და მაგაზე დარწმუნებული ვარ. ყველა ადამიანს აქვს უფიქრია, ვისაც ელექტროავტომობილის შეძენაზე დაფიქრებულა. რისკებზეც გესაუბრეთ, ზოგადად რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეთ, თუ მის ჩამოყვანას გადაწყვეტთ. და აქ უკვე მართლა თქვენზე არის დამოკიდებული, უბრალოდ
კარგია რომ იცოდეთ და გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კი, ჩამოყვანით შედარებით იაფი გიჯდება ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ აი იმ რისკების გათვალისწინებით თუ ვერაცდით მაგ ყველაფერს, იგივე ფასია შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ ეგ ყველაფერი და პლუს წვალება საკმაოდ დიდი და მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი თავისი მოხმარებისთვის ერთხელ უნდა იყიდოს ის და ყავდეს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე და რაღაც ვაჭრობას არაპირებს ამ ავტომობილით, მაშინ ჯობია რომ ადგილზე შეიძინოს და იყოს უფრო დაზღვეული და უფრო იმედიანად. თქვენც დამიწერეთ, რას ფიქრობთ ზოგადად Tesla-ზე ამ კონკრეტულ მოდელზე. იცოდეთ, რომ ყველა კომენტარი არის მომგებიანი. გამოიწერეთ ჩემი არხის ერთ და გავიწყდეთ და მომავალ შეხვედრამდე.